10-დან 26 მაისამდე მოსახლეობასთან კარდაკარ შეხვედრების დაწყებას აანონსებს ოპოზიციური ალიანსი. ისინი 26 მაისის აქციისთვის ემზადებიან. სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის გიორგი ვაშაძის განმარტებით, პირველ ეტაპზე შეხვედრები თბილისიდან დაიწყება. ოპოზიციის ალიანსის წარმომადგენლები ყველა უბანში მივლენ, თავიანთ გზავნილებს მიიტანენ და საზოგადოების აზრს მოისმენენ. 26 მაისს კი, როგორც თავად ამბობენ, პირველ პოლიტიკურ საერთო მანდატს მიიღებენ საზოგადოებისგან. მართლ გუნდში მიაჩნიათ, რომ აღნიშნული აქციის დამოუკიდებლობის დღეს დაგეგმა მხოლოდ სპეკულაციაა. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ საკუთარი მხარდამჭერების, აქტივისტების მობილიზების კამპანიაში უნდა აქტიურად მიიღოს მონაწილეობა. ჩვენი ნაბიჯი გადავდგით და დარწმუნებული ვარ, მხოლოდ და მხოლოდ ერთიანობა, აქტიური მოქმედებები არის ის გზა, რომლითაც დამარცხდება ქვეყანაში ეს ოლიგარქიული მართლობა. ამ ჯერზე კიდევ უფრო ცოტა წამხდარი ნაცები ცდილობენ, რომ 26 მაისი იქნებ რაიმენერე ჩააშხამონ საზოგადოებას. კიდევ ერთხელ ცოტა მე მგონი ჯობია, რომ კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, შევხედოთ ნაცმოძრაობა, სააკაშვილი ბოკერია გვარამიას რეინკარნირებული კრიმინალური რეჟიმის ალიანსი, როგორც ცდილობს კვლავ რომ დააზიანოს ჩვენი ქვეყანა. ფიქრობ, რომ ქართველი ხალხი ძალიან მშვიდად და ადეკვატურად შეხვდება.